რძეს, რომელიც ქალაქის მაღაზიებში 5 ლარზე მეტად იყიდება, წალკის სოფლებში ფერმერებისგან ხშირად კაპიკებში იბარებენ. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როცა წველადობა იზრდება, ნედლი რძის ჩასაბარებელი ფასი კიდევ უფრო იკლებს და ადგილობრივებისთვის ეს წლებია უცვლელ პრობლემად რჩება. ფერმერები ამბობენ, რომ თვიდან თვემდე მათი შრომა სულ უფრო ნაკლებად ფასობს, მაშინ როცა ცხოვრების ხარჯი მუდმივად მზარდია. მოსახლეობა ამბობს, რომ რძის რეალიზაციიდან მიღებული თანხა ხშირად ვერც ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს ფარავს. გაძვირებულია თივა, ელექტროენერგია, საწვავი, ცხოველის საკვები და ვეტერინარული მომსახურება, თუმცა რძის ჩასაბარებელი ფასი ისევ მინიმალურ ნიშნულზე რჩება. ზოგჯერ იკლებს კიდეც სეზონურად. როგორც ადგილობრივები ჩვენს პარტნიორ რედაქციას Talk to Regions უყვებიან, ძროხის მოვლა ყოველდღიურ მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ მიღებული შემოსავალი პროდუქტის თვითღირებულებასაც ვეღარ ფარავს. ლიტრი რძის ფასი ამჟამად მხოლოდ ლარი და 40 თეთრია, რაც ფერმერებისთვის შეურაცხმყოფელად დაბალია. იმ ფონზე, როცა სხვა ყველა პროდუქტი, კომუნალური გადასახადები, თივის ღირებულება მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. ადგილობრივები ყურადღებას ამახვილებენ იმ პარადოქსზეც, რომ ხშირად 1 ლიტრი წყალი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ნედლი რძე. მეცხოველეობა შემოსავლიან საქმიანობად უკვე აღარ ითვლება და ბევრი ოჯახი საქონლის შემცირებაზე ან საერთოდ გაყიდვაზე ფიქრობს. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც საკუთარი მიწები და საძოვრები არ აქვს და ყველაფრის იჯარით აღება უწევთ. პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ისიც, რომ ფერმერებს ბაზარზე რეალური არჩევანი თითქმის არ აქვთ. წალკის სოფლებში რძეს ადგილობრივი შემგროვებლები იბარებენ, შემდეგ კი მსხვილ კომპანიებს აბარებენ. თავად შემგროვებლები ამბობენ, რომ ფასს ისინი არ განსაზღვრავენ და მთლიანად ბაზრისა და მსხვილი კომპანიების პირობებზე არიან დამოკიდებულნი. შედეგად ყველაზე სუსტი რგოლი ისევ პირველადი მწარმოებელი გლეხი რჩება, რომელიც ყოველდღიური შრომის მიუხედავად საბოლოო მოგებიდან ყველაზე მცირე ნაწილს იღებს. მოვუსმინოთ ფერმერებს, რომლებიც ჩვენმა პარტნიორმა რედაქციამ Talk to Region-მა ჩაწერა. გაგვიეფეს რძე. ცხოვრებაც გაძვირდა, ყველაფერი გაძვირებულია, ჩვენია იაფი ყველაფერი. ლიტრა რძე ლარი 40. ლარი 40-ია განხდარი და რა ვიცი, არ ღირს ძროხის შენახვა, თივა გაძვირებულია. სათიბი ბევრი არ გვაქვს, იქირაო არ ღირს ქირაობა. თივა იყიდო და ძვირი ჯდება და რა ვიცი, ძროხის შენახვასაც აზრი აღარ აქვს ბევრს. სხვა გზა არ მაქვს და მაგის გამო ვაბარებთ რძეს. იაფად ვაბარებთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენი შემოსავალი ძროხებია და ამიტომ გასჭირდა სოფელში ცხოვრებაც, რა ვიცი, ჩვენ დამოკიდებული ვართ სოფლის მეურნეობაზე, კარტოფილზე და ძროხების შემოსავალზე. ხო და ასე რომ გაძვირდა ყველაფერი, ჩვენი იაფია და მაღაზიაში შეხვალ ყველაფერი ძვირია. წყალი უბრალოდ წყალი ლარი 80 თეთრია მე მგონი და ჩვენი რძე ნატურალური რძე ლარი 30, ლარი 40. დენიც რა თქმა უნდა, დენიც გაძვირდა, საწვავი გაძვირდა. რა ვიცი, ყველაფერი ძვირია. მოსახლეობა ფიქრობს, მაგრამ როგორ არის იცი? გამოუვალ მდგომარეობაში მოსახლეობა არის, რომ ბანკის ვალები აქვს და გინდა უნდა ჩააბაროს საწაიღოს და ამის გულისთვის აბარებს, რომ ეს არ ხონდეს ეს ბანკის ვალი, აი ჩააბარებს არ. რძეს ვარდი სახარბიელო ფასები და ლიტრობაც არ გვაქვს, რომ თქვათ აი ეს გამოსაყენებლად ან რამეში გამოვიყენეთ და გვარგო, ან სხვა პირობებში, არ ვიცი, ვერ გეტყვი ზუსტად, არის დაახლოებით თვეში 100-150 ლიტრა. ყავს, რა ვიცი, 3 ძროხა, მაგრამ არაფერში არ ვყოფნის ეს 3 ძროხა. რა ვიცი, ვართ ისე უცხოვრობთ გაჭირვებულად. არ არის სხვა გამოსავალი არანაირი. ყოფნის თუ არ ყოფნის ცხოვრობთ ასე. გაჭირვებულად, ერთი სიტყვით არ გვაქვს. შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. მიწები არ გვაქვს. საძოვრები ყველაზე მეტად გვიჭირს საძოვრებიდან. რძეს რომ ჩავაბარებთ, ოჯახში რაც გვესაჭიროება, ხო გვინდა შაქარი, ზეთი თუ ყავა გვინდა თუ რამე გვინდა, უყიდულობთ რძიდან. მაგრამ მაინც ეს რძე არაფერში არ ყოფნის, მაგრამ რა უნდა ძალით ვიყოფინებთ და აი ასე ვართ.
ყველს ხან და ხან თუ სახში დაგჭირდა, მაშინ ვაკეთებ თუ არა და მასაც ყველისთვის რძეც გვებრალება რომ ფული გამოვართვათ და გადასახადია თუ რაც ხარის ამაში გამოვიყენოთ. ჩვენი ოჯახის შემოსავალი ძროხები და რძე. ირ უტყვის, მეტი არაფერი არა. 4 ლიტრა, 5 ლიტრა მაქვს ეხლა. დილით ან საღამოთი სულ მთლიანი არის 8-9 ლიტრა. 3 ძროხის არა უნდა, უკან პატარა ბოები მყავს, იმათაც ხომ ჭამა უნდათ. ნახევარი რძე ბოებს უნდათ. ნახევარი რძე არაფერში არ უყოფნის, რა ვიცი, ვართ ასე.